მიუტევებელი ცოდვის სულიწმინდის გმობის შესახებ. მამაო, მაპატიეთ, შეიძლება რაღაც კითხოთ? სახარებაში წერია, რომ კაცის ძის წინააღმდეგ გმობა მიეტევება ადამიანს, ხოლო სულიწმინდის გმობა არ მიეტევება არც ამ საუკუნეში და არც მომავალში. თუ კი უკვე ჩავიდინეთ სულიწმინდის გმობა, ნათქვამია, რომ ეს არ მოგვეტევება. დიახ, ეს მართალია. წმინდა მამებიც დიდად იყვნენ დაინტერესებული ამ საკითხით. ანუ თუ მე უკვე ვგმე სულიწმინდა, ეს ცოდვა აღარ მომეტევება? რა არის სულიწმინდის გმობა, რომელიც ადამიანს არც ამ საუკუნეში მიეტევება და არც მომავალში? წმინდა მამები ამბობენ, რომ სულიწმინდის გმობა არის სინანულის უარყოფაში ჯიუტად ყოფნა. ანუ ეს არის სინანულზე დაჟინებული უარის თქმა და ჭეშმარიტების უარყოფა. ამ ცოდვის მიტევება შეუძლებელია იმიტომ, რომ თვითონ ადამიანს არ სურს სინანული. ღმერთი არის ჭეშმარიტება. ესეთი ადამიანი კი განუწყვეტლივ ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას და მის წინააღმდეგ მიდის. ამრიგად სულიწმინდის გმობა ის მდგომარეობაა, როდესაც ადამიანი არ ინანიებს და ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება. ყველა წმინდა მამა ცდილობდა ამის გაგებას. მათ ძალიან აინტერესებდა სინამდვილეში რას ნიშნავდა ეს ცოდვა. მამები ამბობენ, რომ არ არსებობს მიუტევებელი ცოდვა გარდა მოუნანიებლობისა. არ არსებობს ცოდვა, რომელიც ღვთის მადლს აღემატება. მეც ძალიან მაინტერესებდა ეს საკითხი, სულიწმინდის გმობა. ახალგაზრდობაში ამის შესახებ ძალიან ბევრი რამის წაკითხვა მომიხდა. ძალიან მიყვარდა კითხვა. რუსულ ენაზე ვკითხულობდი. მადლობა ღმერთს, მათ შორის ვცხოვრობდი და ამიტომ რუსული ენა ჩემთვის ახლობელი იყო. გულის სიტყვებისა და ამპარტავნების შესახებ. მონასტერში მშვიდობა და მყუდროება უნდა სუფევდეს. თუ მონასტრის ან სახლის საქმეების მდგომარეობის გამო გულის სიტყვები არ გაქვს მშვიდი, შენი ფიქრებით მთელ სახლში უთანხმოება და არეულობა შეგაქვს. ჩვენი გულის სიტყვებით ადამიანებს ან ვიზიდავთ, ან განვიზიდავთ. ცალკე აღებული თითოეული ჩვენგანი თითქოს პატარა და უმნიშვნელოა. თუმცა შეგვიძლია დიდი სიკეთის წყაროდაც ვიქცეთ და დიდი ბოროტების წყაროდაც. ეს ჩვენს გულის სიტყვებსა და სურვილებზეა დამოკიდებული. როგორი გულის სიტყვებიც გვაქვს და რასაც ვიღებთ ჩვენს გულში, ისეთივე მიმართულებას იღებს ჩვენი ცხოვრებაც. თუ ჩვენი გულის სიტყვები მშვიდი, წყნარი და სიყვარულით სავსეა, მაშინ ფიქრებშიც კი არავის ვექიშპებით. აუცილებელია ვინმე ჩვენს მტკივნეულ ადგილს შეეხოს, რათა დავინახოთ, რამდენი სულიერი სიმყრალე და გახსნილებაა ჩვენში დაფარული. თუ არავინ შეგვეხო და არავინ გამოგცა და გვგონია, რომ ყველაფერი კარგად გვაქვს. ამდენი ხანია მონასტერში ვარ, ღმერთს ვევედრები და ასე შემდეგ. ეშმაკი ასეთ გულის სიტყვებს გვინერგავს, რათა დაგვაჯეროს თითქოს რაიმე განსაკუთრებულს წარმოვადგენთ. სინამდვილეში კი არაფერი გვაქვს. ის ასეთ ფიქრებს გვაწვდის, რათა გვეგონოს, რომ უკვე რაღაცას მივაღწიეთ. შემდეგ კი მდგომარეობა უფრო მძიმდება. უფალმა უნდა დაუშვას ვინმე, ვინც შეგვეხება, გამოგცდის და ჩვენ შინაგან მდგომარეობას გამოავლენს. ჩვენ კი მაშინვე ვფეთქდებით და სიმშვიდეს ვკარგავთ. დიახ, ჯერ არ გვისწავლია ამ ტკივილის მოთმენა, რათა შინაგანად განვიწმინდოთ. მისი პირველი სულიერი მამის, მილკოვოს მონასტრის მამა ამბროსის შესახებ. განსვენებული არქიმანდრიტი ამბროსი ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც შემხედრია და ვინც მართლაც ასეთი იყო. იგი მონასტრის წინამძღვარი იყო და ჯანმრთელობაც შერყეული ჰქონდა. რევოლუციის დროს მკერჩი გამჭოლი ჭრილობა მიიღო. ამის შემდეგ სრულად ვეღარ გამოჯანმრთელდა. საოცარია, როგორი კეთილი და სულიერი მამები იყვნენ ოპტიმის უდაბნოში. მან ასე ვთქვათ, უმაღლესი სათნოება აირჩია. იგი საოცრად მშვიდი, წყნარი და სიყვარულით სავსე ადამიანი იყო. ვწუხდი, რომ მილკოვოს მონასტერში უფრო ადრე არ მივედი. როდესაც იგი მილკოვოში მოვიდა, მრავალი განსაცდელი გადაიტანა. იქ ბევრი უწესობა ხდებოდა, მაგრამ
ის არავის არაფერს საყვედურობდა. არავის ამხელდა და არავის კიცხავდა. რუსულ მონასტერში იყო ერთი სასულიერო ოლქის ზედამხედველი. მის დაქვემდებარებაში თითქმის მთელი სერბეთის ოდენა ტერიტორია შედიოდა. მას ალკოჰოლისადმი მიდრეკილება ჰქონდა. ხანდახან სოფელში მიდიოდა და მთელი კვირის განმავლობაში მონასტერში აღარ ბრუნდებოდა. ერთ-ერთ ძმას უწევდა მისი მოძებნა და მონასტერში დაბრუნება. იგი მთვრალი ხვდებოდათ. მაგრამ ბერი არასდროს ეტყოდა რას აკეთებ. იგი ყველაფერს სიყვარულით გადაფარავდა ხოლმე. მილკოვოს მონასტერში მისი პირველი მორჩილებების შესახებ. ვენახში მუშაობის შემდეგ ცხოვრების მოვლა დამავალეს. ჟამნი მომცეს, რათა კითხვა მესწავლა. საძოვარი მდინარე მორავასკენ მდებარეობდა. ეს ადგილი მონასტერს ეკუთვნოდა, ხოლო ირგვლივ მიწას სოფლის მცხოვრებლები ამუშავებდნენ. ასევე მომცეს სარტყელი, სკუფია და სკვნილი. მდელოს ირგვლივ სიმინდის ყანები ერტყა და შუაში ერთი გზა გადიოდა. ვკითხულობდი და დროდადრო თავს ავწევდი, რათა დამენახა ისევ იქ იყვნენ თუ არა ცხრები. ხშირად ფიქრებში ისე ვიძირებოდი და კითხვას ისე გავაგრძელებდი, რომ ირგვლივ აღარაფერს ვაქცევდი ყურადღებას. ამასობაში ცხრები დამუშავებულ ყანებში გადადიოდნენ. ზემოთ გორაგზე ვენახის მუშა იმყოფებოდა. მან დამიყვირა, ჰეი, ცხრებმა მთელი ლობიო შეჭამეს. ერთი თხაც ყავდა, რომელიც ყანასთან იდგა და ცდილობდა სიმინდის ტარო ჩამოეწია. მილკოვოში ერთი თვის ყოფნის შემდეგ ანაფორის ქვეშ ჩასაცმელი 60-იც მომცეს. ასევე მომცეს სარტყელი, სკუფია და სკვნილი. ანაფორის კალთას თავზე წამოვიფარებდი ხოლმე. სანამ ასე ვიყავი გართული, ცხრებმა ერთ ყანაში ყველაფერი შეჭამეს და შემდეგ მეზობელ ყანაშიც გადავიდნენ. როგორც იქნა იქიდან გამოვრეკე. შემდეგ სოფლის მცხოვრებლები მოდიოდნენ და მონასტრის მამებთან მჩიოდნენ. ცხრებმა ლობიო შეჭამეს, მაგრამ ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს. არავის უკითხავს, რატომ არ მიხედე? მეორე დღეს მოძღვართან მივედი და ვთხოვე. სხვა მორჩილებაზე გადასვლის კურთხევა მოეცა. მან ძროხების მოვლა დამავალა. სულ 6 ძროხა იყო. ისევ დიდი მდელო იყო. ადრე მდინარე მორავა მას გარსული და შემდეგ კი მიწის ერთი ნაწილი გამოყო, რომელიც კუნძულს ჰგავდა. ამრიგად ჯერ მინდორი იყო, შემდეგ მდინარე მორავა, მისიქით კი ძველი კალაპოტისგან დარჩენილი ტალახიანი მიწა. ამ მიწას სოფლის მცხოვრებლები ამუშავებდნენ და იქ ბოსტნები ჰქონდათ გაშენებული. ერთი ბებერი ძროხა მაინც და მაინც იქით ცდილობდა წასვლას. ვკითხულობდი და ხანდახან ავხედავდი ხოლმე, მეგონა ყველა აქ არის. ასე ვაგრძელებდი, მაგრამ ერთ მომენტში კითხვამ ისე გამიტაცა, რომ ძროხები დამავიწყდა. შემდეგ შევამჩნიე, რომ ბებერი ძროხა იქ აღარ იყო. ბოსტნებისკენ გავიხედე და ვხედავ, აოხრებულია იქაურობა. რამდენიმე ბოსტანში გადასულიყო და რაც კი შეხვედროდა, ყველაფერი შეეჭამა. ტალახიან მიწაზე მისი ფლოქვებისგან ღრმა ორმოებიღა დარჩენილიყო. რა უნდა მექნა, მეშინოდა ვინმესთვის მეთქვა. სოფლის მცხოვრებლები კვლავ მოვიდნენ საჩივრით. ამის შემდეგ ბერმა სხვა მორჩილებაზე გადასვლის კურთხევა მომცა. მიუხედავად ამისა, საყვედურის ერთი სიტყვაც არავის უთქვამს ჩემთვის. ამის შემდეგ მნათე გავხდი. გარდა ამისა, ძმებისთვის ტრაპეზის სუფრას ვშლიდი, როგორც საუზმისთვის, ისე სადილისთვის. კურთხევა მქონდა, თავისუფალ დროს ხატებიც დამეწერა. ამგვარად ხატმწერიც ვიყავი. ჩემთვის ვფიქრობდი ხოლმე,
ღმერთო ჩემო, მშობელი რომ ყოფილიყო, ხომ მეტყოდა, თვალები სად გქონდა, საქონელს წესიერად როგორ ვერ მიხედეო, მაგრამ ჩემთვის საყვედურიც კი არავის უთქვამს. Nico, niște